მოგესალმებით, დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართება ფუტზალის თასის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა. შეგახსენებთ, რომ დებულების შესაბამისად თამაშები არის ერთრაუნდიანი და აგრეთვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალური შეხვედრა არის ერთი გასამართი დარჩენილი, ეს არის New Vision PSV-ს დაპირისპირება, რომელიც სანაკრებო ინტერესის გათვალისწინებით ახალგაზრდული ნაკრების ჩვენი 19 ნაკრების მონაწილეობის გამო გადაიდო და ჯერ კიდევ გასამართია შესაბამისად გეტყვით, რომ პირველი და მეორე წვილის მეოთხედფინალის გამარჯვებულები ნახევარფინალში დაუპირისპირებენ ერთმანეთს, მესამე და მეოთხედფინალური წვილის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს. შეგახსენებთ აგრეთვე, რომ მარტის თვეში გვაქვს ამხანაგური შეხვედრა ფუტზალის ნაკრების რუმინეთის ნაკრებთან, რომელიც არის მოსამზადებელი ეტაპი დასკვნითი შესარჩევი მატჩებისა, რომელიც აპრილში გველის კოსოვოსა და საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ვისარგებლებს შემთხვევის და წარმატებას უსურვებთ. მანამდე კი მარტის თვეში 9 და 11 მარტს მობრძანდით უკომაგეთ ჩვენს გუნდს და გავამხნევთ იმისათვის, რომ წარმატებულად დაძლიონ საკვალიფიკაციო ეტაპი და მოვიპოვოთ ევროპის ჩემპიონატის საგზური. და შეუდგებით წილისყრას. პირველი წვილი იქნება თესეუ. თესეუს მოწინააღმდეგე გახლავთ ქუთაისი. პირველი წვილი არის თესეუ ქუთაისი. მეოთხედფინალში წარმოდგენილი გუნდები ორი ლიგიდან, როგორც ფუტზალის ლიგიდან, ასევე ფუტზალის ლიგა 2-დან. მეორე წვილი არის ბათუმი და როგორც მოგახსენეთ, New Vision Georgians და PSV-ს გამარჯვებული. შეგახსენებთ, რომ პირველი და მეორე წვილის ეს მხარე იქნება უკვე ნახევარფინალური წვილიც გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს. მეორე მხარეს გახლავთ არმია. მესამე წვილში მათი მოწინააღმდეგე იქნება თბილისი. და ბოლო წვილიც დინამო თბილისი. და აცუ.